უძანდით ახლა ხალბატონებო და ავაგზელო საუბარი მე მგონი ვიტალი გავახრა კლე Dogia, Dogia, Ebanoidis, Dogia, ადამიანთან დაგავშინებით, ბატონო. ჩვენ თავისად ავხსოვდით. სამყაროა ვიცარი აღარ არის. აბა მიცოდა ძალიან აღბედება ყველაფერი. განცხადებაში რა წერია და როგორ წერია, ზოგადად წერია. აგრე და ვარი რომ იქნებ ეშველოს ხალხს. არავის უცხო არ არის რომ სოფელი და მიწა არ გამოყოფილი. უმიწოდ სოფელი არა რა ბელდა ახლა. ეხლა ვერ არის თვითონ ის თავრობა, ეხლა მაშინდელი თავრობა როგორ იქნებოდა ხალხი? გვინდა რომ დაგვიბრუნდეს, ეს არის გეაქეს ზორვეთის მიწა არის, დაგვიბრუნდეს, არ გვაქვს რომ შემოსავალი გქონდეს, არაფერი არც საძოვარია, არც ის არის და უფრო მეტად გვინდა რომ მოსავალი და ესეთი რაღაცა მოვიყვანოთ. საძოვრებად უფრო მეტად კიდე არ გვინდა ეს ადგილი. ანუ მას შემდეგ რაც გაიყიდა ამ ტერიტორიაზე თქვენ უკვე უფლება ჩამოგერთვათ და ვეღარ საძოვრად იყენებთ, ხო? საძოვრად ამ წუთში ახლა არავის შემოდის და გააფუჭეს შარშან დახნა ამბროზიის ტყე ქონდა. წელს კიდე დაუხნავი და დაუმუშავებელი დატოვა. მე ახლა რო შევეკითხეთ რომ რას აფასებ, ამას კი მაგრამ თუ ყიდი რამდენ თითო ლარში ყიდიოდა, ესე იგი გამოგვიყან ამას მილიარდელის ვერ იყიდა ალბათ. ვერც ერთი გლეხი ამას ვერ შევძლებდით. რო გავმწარდით და ჩავხედეთ ყველაფერს რეალობას რაც იყო, ხო? ამისათვის მოვიწვიეთ ეს ტელევიზიაც, ეს დახმარებას ვითხოვთ ამ თავრობიდანაც. ზეწოლა ძალიან ბევრნაირად გვაქვს. ძალიან ბევრნაირად. ახლა ერთს მივყიდეთო 100,000 ლარი უნდა გადაიხადოსო იმანო და ჩვენ საერთოდ აქეთ ვეღარაფრით ვეღარ გადმოვალთ. წყალი რო დავალევინოთ, მესაქონლეობას ვეწევით ძირითადად. წყალს ვერ დავალევინებთ, ვერ ვიარსებებთ, რა გავაკეთოთ? პრობლემა შეგვექნა შემოკარგო 2007 წლიდან 2007 წლამდე მე მქონდა ესე იჯარი და აქ რო მოსახლეობას მიჩერე 45-46 ოჯახი ვარ 46 ოჯახის მოიჯარე პირადად მე მქონდა გაფორმებული და ესენი იყო ქვე მოიჯარეები ამი და რისთვის იყენებდით ვაჟი იყო როგორც ასეთი უნიკალური ჯიშები 1000-ნაირი ჯიში 1000-ნაირი ერთადერთი გექტარნახევარი იყო ახურ საფერავი, რომელსაც უკვე გადაშენების გზაზეა შემოგვიყვანა ქემიჩერებმა და გუშინ შემოიყვანა ტრაქტორი და აჩეხელი ისი ვითამ დაგვიმალა. დღემდე, აი 2007 წლამდე, 8 წლამდე შემზე იყო გაფორმებული ისე იჯარა. შემდეგ მთავრობა ხან ისე გამოიცვალა და ხან ასე შეიცვალა შემოგვიყვანა და ამას მიეცა ძალიან ზეწოლა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან. ვიღაცაზე გაიყიდა აგერ 2 კილომეტრში 7 ჰექტარი ადგილი გეიყიდა, არ გოგიგი არც ერთ სოფელს. ბოგვერაძე ღვინჯილეები საძოვრების ფულს ვიხდიდით 30 წელიწად, 40 წელიწად, აგრალი მორწმუნეს უყველა. საძოვრების ფულს ვიხდიდით და ისე ჩუმად გეიყიდა 7 ჰექტარი ადგილი 300 ლარში აუქციონზე არც ერთ სოფლის მაცხოვრებელი არ ყოფილა. ჩუმად შედგა არც ერთი სოფლის მაცხოვრებელს არ გაგვიგია. თერს სოფლის გამოვიყვანთ უგით აგერ ეს ამათი გააპროტესტეთ. დღემდე არ გავიპროტესტები. ეს არ გავიპროტესტებია ჩვენ დღემდე. 7 ჰექტარი ადგილი გააყიდე ჩუმად არც ერთი ზორვეთელი კაცი არ ყოფილა აუქციონზე, რომელიც 30 წელიწად და 40 წელიწად ჩვენ ვიხდიდით საძოვრების ფულს, თანხას. შეხვდა ბიუჯეტში. არასწორად გეიყიდა და თუ რამე საშუალება შეიძლება ჩვენ საძოვრად დავიბრუნოთ ის და თუ გადასახდელი იქნება თანხა გადვიხდით ჩვენ სოფელი. კონკრეტულად რას ამ მიწებს ფლობდით ჩვენ იჯარით. ქონდა გადმოცემული ამ გარშემო მყოფ ოჯახებს. ამის შემდეგ ჩამოგვართვეს ეს მიწები, გაიყიდა გვითხრეს, ამ იჯარით გადმოცემულს ჩვენ ფულს ვიხდიდით. მოსავლის აღების შემდეგ და გადავიხდიდით ფულს შეულებრივად და თავრობაც ასე მაშობოდა. ახლა გაიყიდა აუქციონზე გაიტანეს ისე რომ ხალხსაც არ გაუგია.
გაიყიდეს და აღარ მოგცეს უფლება რომ ჩვენ ეს მიწები დაგვემუშავებია, გაგვეკეთებია და სინამდვილეში რა ხდება ვერ გეტყვი. ხალხში იგუბა ძალიან ბევრმა უსამართლობამ და დღეს ამ ხელისუფლების იმედად ხალხმა ამოისუდგა კიდეც და სამართლიანობის ძიება დაიწყო. ეს არ არის გუშინ და გუშინწინდელი პრობლემა, ეს არის 8 წლიდან მოყოლებული პრობლემა და შიში და ნიჰილიზმში ხალხი ვერ იღებდა ხმას და პროტესტს ვერ გამოთვალდა. ცხადია რომ მიწა არის აუთვისებელი, გაეწერებულია უკვე 7 წელიწადზე მეტი ხანია არ დახნულა, არ დამუშავებულა. ვინც მესაკუთრია მას ეს მიწა როგორც შემოსავლიანობის წყარო არ აინტერესებს ეს ყავს შეიძლება ითქვას დაბევებულს გავს მაგრამ ცხადი ერთი რამ არის რაშიც მე უთანაგზნობ სოფელს და გვერდში უდგება რომ სოფელი მიწის გარეშე არ არსებობს ჩვენ გვინდა ორდონიანი თვითმმართველობის განვითარება და თუ მიწა იქნა კერძო უცხო მესაკუთრეების და არა თანასოფლელების და აქ ფერმერული მეურნეობა არ განვითარდა სოფლელების ძალით და სოფლელების საკუთრებებიდან მაშინ ორდონიანი თვითმმართველობაც ვერ განვითარდება ამიტომ სამართლიანია სოფლის მოთხოვნა ეჭვი არ მეპარება რომ გარკვეული დოკუმენტები შედგენილია კანონიერების ფარგლებში მაგრამ უსამართლოდ რომ არის ეს გაყიდული და გავლენიანი პირების ან მაპატიეთ შეძლებული პირების მიერ, იყო ესეთი მცნება ადრე ფული უშოვე და ვერ გაიგო სადახარჯასო. აი ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. აქ არ ესაქმება არავის უცხოს, აქ სოფელს არ ყოფნის მიწები. აქ არის ორი მხარე, ერთია ზნეობრივი მხარე და მეორეა კანონიერი მხარე. ზნეობრივად ეს ხალხი მართალია თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ამ ხალხს, იმიტომ რომ ესეთი მიწები მოსახლეობის გარეშე არ უნდა გასხვისებული იყო და ერთი პიროვნების ხელში არ უნდა ჩავარნილიყო. მე თავიდან ბოლომდე ვეთანხმები ამ ხალხს, მაგრამ არსებობს მეორე მხარე, კანონიერების მხარე. ჩვენ დავამტკიცებთ, ნახავთ, შევისწავლით თუ როგორ არის ეს შეძენილი. თუ კანონიერებაში რაიმე პატარა დაშვებულია შეცდომა, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს და აბხრივადაც ჩვენ მოსახლეობას დაუდგებით გვერდში. მაგრამ მე ყველას ვპირდები, ჩვენ ვერ ჩავიდეთ იმ უკანონობას, რასაც ჩადიოდა ნაციონალური მოძრაობა ძველად. ჩვენ ვერავის ვერ წავართმევთ კანონიერად შეძენილ მიწებს. ეს როგორიც არ უნდა იყოს. ჩვენ ხელს შევუწყობთ ყველა ბიზნესმენს, ყველა კერძო მესაკუთრეს, რომელსაც კანონიერად აქვს მიწა შეძენილი. მე გძნობ აქ ინტუიციით ჯერ არაფერი არ გვინახია და დოკუმენტაციას ვნახავთ რომ აქ მე მგონი რაღაც დარღვეული მაინც იქნება და ჩვენ დავუდგებით ჩვენ მოსახლეობას გვერდში ყველანაირად ეს მიწა რაზედაც ეხლა ამ წუთში დავა და კამათი მიმდინარეობს იყო საცდელი სადგურის საქარის საცდელი სადგურის კუთვნილი მიწა გარკვეული პერიოდის შემდეგ ზუსტად ვერ გეტყვით რომელზეც გადაეცა სახელმწიფოს ანუ ეკონომიკის სამინისტროს 2008 წელს მოხდა ამის გასხვისება აუქციონის წესით იყო დარღვეული თუ არ იყო დარღვეული აუქციონში რაიმე კანონის ამას ეხლა მე ნამდვილად ვერ გეტყვით თუმცა ის რომ უნდა ცოდნოდა ამ მოსახლეობას მე თვითონ გავაგებია ამ უბნის ხალხს რომ ეს მიწა იყიდებოდა და იცოდეთ რომ გადის აუქციონზე მეთქი რამოდენიმე ადამიანმა მიიღო კიდევაც მაშინ მონაწილეობა მაგრამ საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა მან ვინც იყიდა ეს იყიდა მაშინ მამუკა ჭაბუკიანმა შემდეგ მას გაუსხვისებია ვის მიწა როგორ გაასხვისა ეხლა ამბობენ რომ ნაწილი დაიტოვა თვითონ და ნაწილი ზუმბაძეს მიწა ახლა კერძო კაცმა მე ეს თავისი მიწა ვის მიწა ეს მე ნამდვილად არ ვიცი ზუსტად დანამდვილებით ახლა დღეს ამ საკითხზე იყო აქ ჭობა და ამ საკითხზე შეიკრიბა ეს უბანი კიდევ ბატონო შესაბამის კომისიას და ევალა კიდევ ერთხელ მოიკვლევს საჯარო ესრიდან ამოიღებს მასალებს ამოიღებთ იმ აუქციონის მასალებსაც თუ კი იქ რაიმე დარღვევა იყო მიმართავთ ეკონომიკის სამინისტროსაც თუ რაიმე დარღვევა იყო ამ შემთხვევაში მიიღებენ შესაბამის ზომებს ეს უკვე ჩვენ უფლებამოსილებასაც აღემატება და ჩვენ შესაძლებლობასაც.